ყველაფერს წმინდას და ღირებულს გვართმევს დღევანდელი სალიბერასტეთი ქართველ ერს. დავიწყოთ 31 მარტით. 31 მარტი იყო ქართველი ერის გაერთიანების კულმინაცია. დღემდე მაგაზე ერთიანი არ ყოფილვართ, იმიტომ რომ რეფერენდუმი რო ჩატარდა, მოსახლეობის 90%-მა მიიღო მონაწილეობა და 98%-მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. აი მაგას აღნიშნა გინდა იქნება და გახვიდე რუსთაველზე რაღაცა. ვინმე დაგაცადა მაგათმა დაიკავეს რუსთაველი და აანონსეს აქციად, ეგენი იყვნენ. აი იქ როგორ უნდა გასულიყავი. დღეს 9 აპრილია და თუ ადამიანს ელემენტარულად სამსახური გაძლევს საშუალებას და თბილისში ცხოვრობ ან ახლოს ცხოვრობს, როგორ არ უნდა გახვიდე დღევანდელი დღე რუსთაველზე და როგორ არ უნდა აღნიშნო, ხო? მაგრამ რო გასულიყო იქ ნორმალური ადამიანი, ან პროვოკაციაზე წამოაგებდნენ, ან ისეთ რაღაცას იტყოდნენ, ნერვები შეიძლება ვერ მოეთოქა და რაღაცა საციხო საქმე გაიგეთ. ამიტომ იქ გასვლა ნორმალური ხალხის არ შეიძლებოდა დღეს. და ეკავათ მაგათ. ეს ხო წაგვართვეს. ახლა სიმბოლიკებზე რო გადავიდეთ, ერთადერთი ნაცემმა დროშა დაგვიტოვეს ნორმალური. და მაგის ტარების სურვილი შეიძლება გქონდეს ადამიანს ან მანქანაზე, ან ისე. არა, დღეს დროშის ტარება ასოცირდება მაგათთან, ხრებზე, იმასავით, რა ქვია, პალტოსავით მოხვეული. ან თუნდაც ტარით რო იყოს, რა მნიშვნელობა. ასოცირდება მაგათთან. ჰიმნს დავანებოთ თავი. მე ჩემი სუბიექტური აზრით ჰიმნი არც უნდა იყოს ეგ საქართველოს ჰიმნი, იმიტომ რომ მაგას ბევრი არგუმენტი აქვს. თქვენ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ და არც მე დავოთ მაგაზე, თქვენ შეგიძლიათ მოიწონოთ, მაგრამ ეგ საქართველოს ჰიმნი არ უნდა იყოს, მაგრამ ხო არის, რაც არის, ხო? მაგ ჰიმნსაც ხო უშნოთ ხო ყროყინებენ. ეგეც ხო წაბილძეს და წაგვართვეს. ახლა ის გლობალურად რო შევხედოთ, ის რა ქვია, ცისარტყელა. ბავშვისთვის ცისარტყელის სფერის რაღაცა ვერ გიყიდია, მაგათმა წაიღეს ეგეც. მე ახლა იმაზე ვღადაობ, ულვაში, ბიჭო, ულვაში რაც უნდა დისწრან, მაგრამ თუ დააკვირდებით, პიდარასტები რო იჩიდებიან ულვაშებით, მაგას აკვირდებით. და ისედაც შეიძლება პიდარასტის ულ არ იყოს, მაგრამ აი ეს სალიბერასტეთი ულვაშებით მოძრაობს. არა და ულვაში ნამუსის სიმბოლო იყო, ულვაშის ღერს რო უტოვებდა ადამიანი მეორეს, ამაზე დააფურთხე თუ მოგავტეხავ სიტყვას უმოკლედ, აი ულვაში ჯანდაბას არ აუშავს, მაგრამ ერთადერთი მოკლედ შევეშვათ ხუმრობას, ერთადერთი რაც ჩვენ მაგათ წავართვით და ისიც სამღვდელობის და საპატრიარქოს დამსახურებით არის 17 მაისი. და ამ 17 მაისსაც მარტო თბილისში აღნიშნავთ. ამის წინ ვახსენე რომ რაიონებში და ქალაქებში, სხვა ქალაქებში აღნიშნოთ მეტი, მაგრამ კაციშვილს ხარ ამუღია. ეხლა შეიძლება ყველა სოფელში ვერ აღნიშნოს, მაგრამ რეგიონების მიხედვით მაგალითად აჭარაში ბათუმშიც რო აღნიშნონ, სამეგრელოსკენ ზუგდიდში აღნიშნონ, აგერ ქუთაისში აღნიშნონ და სხვა რეგიონების დედაქალაქები რაც არის, იქ რო აღნიშნონ თბილისის გარდა, ხო შეიძლება. ერთადერთი მოკლედ ეგ წავართვით, ეგ გვაქვს ნორმალური ისიც საპატრიარქომ წაართვა და მაგ გამოსვლას თუ დაგვეზარება და აღარ ყოფილა ჩვენი საშველი. გამოვიდეთ უნდა ყველა 17-ში. თბილისში ხო თავისთავად გამოვალთ, მაგრამ ქალაქებშიც ყველა დიდ ქალაქში არის 17 მაისი აღსანიშნავი, რომ ვაჩვენოთ, რომ ეგენი არ არიან საქართველო. საქართველო ვართ ძალიან დიდი უმრავლესობა და ეგენი არის უმცირესობაში და საერთოდ როცა უმრავლესობა დუბს, უმცირესობა ცვლის კანონებს და წყობილებას რო იცოდე. ამიტომ არ შეიძლება ახლა ხმის ჩაგდება და გაჩუმება არ შეიძლება. მოკლედ 17 მაისი მაინც არ წაგვართვან უკან ამათმა ეგ უნდა ვეცადოთ რა.